ზესტაფონში 5 მაისს ძუძუს უფასო სკრინინგი ჩატარდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ქალთა ჯანდაცვის ხელშეწყობას და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას. მედიკოსების განმარტებით, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მისი მკურნალობა ეფექტურია. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ქალბატონებს მოუწოდებენ არ გადადონ შემოწმება და ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. სკრინინგში მონაწილეობა 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ. პროცედურა სრულიად უფასოა და ჩატარდება შესაბამისი სამედიცინო სტანდარტების დაცვით. ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე და ინფორმაციას სხვებსაც გაუზიარონ, რათა რაც შეიძლება მეტმა ქალმა მიიღოს სარგებელი ხსენებული პროგრამისგან. სკრინინგ აქცია, რომელიც დაგეგმილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 5 მაისს და ამ აქციაში მთლიანად ჩართულია ჩვენი მუნიციპალიტეტი. დაგეგმილია იმის გამო, რომ არათანაბარი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ძუძუს სკრინინგის სერვისებთან დაკავშირებით და თუ ჩვენ მაჩვენებლებს გადავხედავთ, კიდევ ვხედავთ, რომ სხვა სერვისების მოცვა უფრო მაღალია, ვიდრე ძუძუს სკრინინგი, ამიტომ პერიოდულობით იმართება მსგავსი ტიპის აქციები. ყველა მუნიციპალიტეტში და 5 მაისი გადაწყვეტილად შეთანხმებულია უკვე სახელმწიფო დონეზე, ასე ვთქვათ. ამ აქციის ჩატარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მუნიციპალიტეტი იმ გაგებით, რომ თუ კი მოხდება ჯგუფების ჩამოყალიბება გარკვეულ სოფლებში, მათი მობილიზაცია შეიძლება მოხდეს ტრანსპორტირებით იმ ლოკაციამდე, სადაც განთავსდება შპს ჰერას მიერ მამოგრაფი. ეს არის სტაციონარული ტიპის მამოგრაფი, რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ახორციელებს ძუძუს კვლევას. და ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ისევ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან შეთანხმებით და ჯეოხორპის სპიტალის ამბულატორიულ სექტორთან შეთანხმებით მამოგრაფი განთავსდება ამბულატორიული ცენტრის წინ მინდა მივმართო ამის გამო მოსახლეობას. ასევე ჩატარდება C ჰეპატიტის, HIV-ის, B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო წარმოადგენს. მე მინდა მიმართო ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სექტორს, მასწავლებლებს, ბავშვთა მშობლებს, რომ სწორად იყოს გაგებული ამ აქციის მნიშვნელობა, რომ იყოს ყველა მოქალაქისთვის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა გათვალისწინებული, მომსახურების სერვისები ჩატარდება ადგილზე, გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში. მე მინდა ყურადღება შევაჩერო კიბო სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიმდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომელიც ხორციელდება ჩვენ სამედიცინო დაწესებულებებში. სტატისტიკურად თუ განვიხილავთ ამას, 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამივე კომპონენტში, ძუძუს სკრინინგის კომპონენტში, შემდეგ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და კოლორექტული კიბოს სკრინინგის კომპონენტში სულ დაიტესტა 85 ბენეფიციარი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ იგეგმება მრავალი ღონისძიება, ბევრი ღონისძიება, რომელიც ამ მონაცემს გაზრდის, ასევე ჩვენიდან მოწოდება ყველა მაცხოვრებელზე, ყველა ადამიანზე, რომ აუცილებელია ამ სკრინინგის ჩატარება, რათა ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ადრეულად გამოვავლინოთ თუ რამე პათოლოგია არის ორგანიზმში და ადრეულად გამოვლენილი ეს დაავადება უფრო თვალია და განიკურნება. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხში მნიშვნელოვანი როლი აკისრია პრევენციულ ღონისძიებებს და ამ პრევენციულ ღონისძიებებში დიდი როლი აქვს დაავადებების ადრეულ გამოვლენას. მათ შორის მნიშვნელოვანია სკრინინგული მეთოდიკა, რომ ჩატარებასაც მოუწოდებს ჩვენი რაიონის მოსახლეობას, განსაკუთრებით 40 წლის ასაკიდან 70 წლამდე და ყურადღება მინდა გავამახვილოთ ძუძუს კიბოს სკრინინგზე. ვინაიდან და რადგანაც ჩვენს ქვეყანაში და ასევე მთლიანად გლობალურად მსოფლიოშიდაც ძუძუს კიბოს სიმსივნური დაავადებები ყველაზე მეტად არის გავრცელებული და მათი აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში. ასევე მინდა აღვნიშნო ამ დაავადების, ასე ვთქვათ, დადებითი ტენდენცია, ყველაზე დადებითი ტენდენცია არის ის, რომ ადრეულ სტადიაში გამოვლენილი დაავადების თითქმის უმეტესობა განკურნებადია.
წმინდა სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა კი მიიღოთ 7 ხმა. ამასთან მისივე განმარტებით სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი, საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა, 3 კანდიდატი იქნა გამორჩეული. ეს 3 კანდიდატი არის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში მოგეხსენებათ, რომ ამ 3 კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენოს ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7 ხმა. იყო სხვა კანდიდატებიც, რომელიც პირველი სამეული არ იყო, თუმცა სხვების დასახელდა. იყო დიახ, იყო მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი. მეუფე თევდორე, რომელიც იყო აი ამ კომისიის თავმჯდომარე, მან წარმოგვიდგინა ჩვენს სია, წმინდა სინოდის წევრების სია, ვინც აკმაყოფილებს ესე იგი აი ამ მოთხოვნებს, გაფართოებული კრების მოთხოვნებს, აი უბრალოდ დებულების მოთხოვნებს. და იქ იყვნენ ესენი ყველანი, ვიღაცა მიგუარი თქვა და ესენი დარჩენ. ამათმა არ თქვეს უარი მონაწილეობა. ნუ მეუფე სააბამ თქვა უარი, მეუფე თევდორე ჭუაძემ თქვა უარი. დაცული პროცედურა იყო, იცით როგორ? ჩვენ ესე იგი რომ ვიმსჯელეთ, ვინ იქნებიან კანდიდატები. ამის შემდეგ კანდიდატების სია ცალკე დაგვირიგდა ჩვენ. თავისი ტიტულებით ყველას რომ ესე იგი დაგვეხედა, წაგვეკითხა, დაგვაფიქრებულიყავი და მე ესე იგი პროცედურა ესეთი იყო. თითოეულ ეპისკოპოსს სახელს კითხულობდნენ, თითოეულის, მივდიოდით ამ საარჩევნო მაგიდასთან და გვაძლევდნენ ბიულეტენს, რომელიც არის ცარიელი ფურცელი. სრულებით ცარიელი ფურცელი, ერთადერთი ამ ფურცელზე ბეჭედი იყო დასმული, ეს ბეჭედიც რაღაცა განსაკუთრებული, რომ არ ყოფილიყო ეჭვი, არაფერი. ამ ფურცარიელ პატარა ფურცელზე უნდა დაგეწერა სახელი, ვის აძლევ ხმას. მერე სათითაოდ ერთი ეპისკოპოსი კომისიის წევრი კითხულობს, მეორე ამას ესე იგი ცირედ ზიანს აყენებს, ამას გადახევს ცოტათი ამ ფურცელს, რომ მეორეჯერ გამოყენებული არ იყოს და ესე იგი ამ სახელებს კითხულობენ, იწერება და ბოლოს ეს ბიულეტენები იწვება. პირდაპირ იმ ოთახში დაიწვა, სადაც ვიყავით რა. აი ეს არის პროცედურა. რამდენიმე წლის უწყვეტი მუშაობის შედეგად აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროცესი გრძელდება. პროექტის ფარგლებში გაშენდა ათასობით ნერგი და შეიქმნა პირობები, რომ უნიკალურმა იმერულმა მუხამ ბუნებრივ გარემოში დაბრუნება და გამრავლება შეძლოს. იგეგმება პროცესის გაგრძელებაც. აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას მიერ კომპანია ბიბის მხარდაჭერით ხორციელდება. ტერიტორია გაიწმინდა, შემოიღობა და სარწყავე სისტემით აღიჭურვა. დაირგო 20.300 იმერული და 1200 ძირი ქართული ჯიშის ნერგი. საფრთხის წინაშე მყოფი სახეობისთვის მოეწყო სანერგე მეურნეობა. ტყის მეჩხერ ადგილებში დაირგო 5900-მდე იმერული მუხის ნერგი. დაითესა კაფსულირების მეთოდით დამუშავებული მრავალი იმერული მუხის რკო და ძელქვის თესლი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული აღკვეთილის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ მიმდებარე მცხოვრებთათვის ჩატარდა ტრენინგები მეურნეობის, ახლად გაშენებული კორომების მოვლის, კაფსულირების მეთოდით თესვის საკითხებში. საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ტყეების აღდგენა მნიშვნელოვანია ეკოსისტემური ბალანსის შენარჩუნებისთვის. ეს პროცესი ხელს უწყობს არა მარტო კონკრეტული სახეობის კონსერვაციას, არამედ ეკოსისტემის ფლორისა და ფაუნის რეგენერაციას. დაცულ ტყეებს მრავალი სიკეთე მოაქვს ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის, ჯანსაღი გარემოს, რეკრეაციისა და ეკოტურიზმით მიღებული ეკონომიკური სარგებლის ჩათვლით.